არის სტილის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. დილამშვიდობისა, კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. ასევე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, მაგთისაიპი ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, როგორ და რა მიზნით უნდა ჩავერთოთ პროგრამაში, რა სახის დაფინანსებებს ითვალისწინებს და რა მიზანს ემსახურება ეს საგრანტო პროექტი. ამ თემაზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა დავით ფეიქრიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია, რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოგივიდათ, ის რასაც 2017 წლიდან ახორციელებთ. რეალურად უკვე შედეგი გვაქვს 100-მდე სასათბურე პატარა, ასე ვთქვათ, სივრცე უკვე გაკეთებულია და მეურნეობა არსებობს და მონდომებიდან, ასე ვთქვათ, და სურვილებიდან გამომდინარე, იმიდან რომ ადამიანებს აქვთ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, წელს რეალურად გაიზარდა, მე როგორც ვხვდები, ამ პროექტის რაოდენობა და შესაძლებელია რომ დაახლოებით 50-მდე პროექტიც დაფინანსდეს. ეს დეტალები მოვუყვეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და შემდეგ ისიც ვუთხრათ, როგორ შეიძლება ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, რა საკვირველია. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ პროგრამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დაიწყო განაცხადების მიღება სასათბურე მეურნეობების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში და განაცხადების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 თებერვლის ჩათვლით. პროგრამაში შეუძლიათ ჩაერთონ დევნილები ან ეკომიგრანტები, რომელთა ოჯახშიც არიან მინიმუმ 2 არასრულწლოვანი წევრი. შემდგომ ეტაპზე მოხდება მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება, შემდგომ მათი შეფასება განხორციელდება ქულათა სისტემის მიხედვით და კომისია შეარჩევს 10 საუკეთესო ქულის მქონე პროექტს. შემდგომ ექსპერტების მიერ შედგენილი პროექტების მიხედვით მოხდება 80, 120 ან 160 კვადრატული მეტრის ზომის სასათბურე მეურნეობის მოწყობა მათ საგარმიდამო ნაკვეთზე. გამოცხადდება ტენდერი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეირჩევა სამშენებლო კომპანია და აღნიშნული კომპანია განახორციელებს სათბურების მოწყობას. პირველ რიგში რა ვთქვათ მიზანს ემსახურება ეს პროექტი, რომ აუხსნათ ხა თავისთავად ადამიანები, ვინც ყურადღებით გვისმენენ და შესაძლოა აქვთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის პროექტში, ხვდებიან, რომ ერთგვარი სარგებელი ამ პროექტით შესაძლებელია. გარკვეული მცირე მეურნეობა, ვთქვათ, ეკონომიკური გაძლიერება ამ ოჯახების და ასევე საინტერესოა ვთქვათ უკვე არსებული გამოცდილებით, იმიტომ რომ მე ვახსენე 2017 წლიდან ხორციელდება ეს პროექტი, ყველაზე უფრო მეტად ვთქვათ, რომელი ქალაქი ან რომელი კუთხეა დაწინაურებული ამ კუთხით. მადლობა. ძირითადი მიზანი აღნიშნული პროექტის არის დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის გზით და შედეგად მათ ეზრდებათ შემოსავლები. როგორც წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება პროექტები, მოიხსენებათ დევნილები ძირითადად კონცენტრირებული არიან შიდა ქართლის რეგიონში, ასევე იმერეთში, სამეგრელოს, იმოსვანეთის მხარეში. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან უფრო ხშირია მომართვიანობა და შესაბამისად დაფინანსებული პროექტები ძირითადად აქ არის. თუმცა თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში ნახავთ ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილ სასათბურე მეურნეობას. ჩვენ ასევე ვახორციელებთ განმეორებით მონიტორინგს, 3 წლის განმავლობაში მივდივართ ადგილზე, როგორ განხორციელდა, რა შედეგები გამოიღო და საკმაოდ მაღალია წარმატებული. ესე იგი, როგორც ხვდები, მე თქვენ მხოლოდ მშენებლობას ახორციელებთ, ხომ? ვთქვათ, აი ამ სასათბურე მეურნეობის ტექნიკურად ეხმარებით იმაში, რომ ეს გაიმართოს და შემდეგ უკვე, ვთქვათ, თავად დევნილები მართავენ მას თუ აი ამ პროცესშიც გარკვეული წვლილი შეგაქვთ.
ну, რა თქმა უნდა, ეს არის საგრანტო პროგრამა და 100%-ით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, სათბურის მოწყობა ხდება ჩვენს სააგენტოს მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანიის მიერ. გასულ წელს ჩვენ ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვყავდა ტრენერი, რომელმაც შერჩეულ გამარჯვებულ ბენეფიციარებს ჩაუტარა ტრენინგი. რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული თითქმის ყველას აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მაგრამ გარდა ამისა, ვისაც აქვს სურვილი, მოიხსენებათ, სასათბურე მეურნეობაში შეიძლება განსხვავებული გამოცდილება იყოს საჭირო, აქედან გამომდინარე, მათ ჩაუტარდა ტრენინგები და წელსაც ვაპირებთ, რომ ეს ბენეფიციარები, რომლებიც შეერჩევიან, მათთან კონდეს კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ მოაწოდოთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით ინფორმაცია თუ როგორ მოახდინონ სასათბურე მეურნეობების წარმართვა. გამოხმაურება როგორია? ანუ უკავშირი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვთქვათ და ძალიან საინტერესოა კიდე დამატებითი კომპონენტები რა შეიძლება შევიდეს, ვთქვათ, ყოველ წელს კიდევ ვთქვათ განახლების კუთხით ამ პროგრამაში 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ ამ მიმართულებით ვთქვათ ეხმარებით ეკომიგრანტებს და დევნილებს თუ ვთქვათ გარკვეული ცვლილებები არის ყოველ წელს ვთქვათ მაგალითად სხვადასხვა მიზანია ასე ვთქვათ და შესაბამისად ახორციელებთ მათ თუ მხოლოდ აი სასათბურე მეურნეობა არის პრიორიტეტი და იქნებ ესეც ავხსნათ რატომ არის ვთქვათ პრიორიტეტი ამ ადამიანებისთვის მხოლოდ სასათბურე მეურნეობა. მადლობა, მოგეხსენებათ დევნილთა სააგენტო ასევე ახორციელებს მასშტაბურ განსახლების პროგრამას, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას, რაც შეეხება ამ სასათბურე მეურნეობას, ეს არის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული საარსებო წყაროების მიმართულება. ამ მიმართულებით გარდა სასათბურე მეურნეობების მშენებლობისა, ასევე ჩვენ გვაქვს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულება. ეს პროგრამაც 2017 წლიდან მოყოლებული ხორციელდება საკმაოდ წარმატებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვფინანსებთ პროფესიულ სასწავლებლებში ჩარეცხულ დევნილებს და ეკომიგრანტებს სწავლების ტრანსპორტირების საფასურს. მოგეხსენებათ, სწავლება არის უფასო სახელმწიფო კოლეჯებში, გარდა ამისა, დევნილს ან ეკომიგრანტს რომ აქვთ ხარჯები რათა გადაადგილნენ, ამასაც ვფინანსებთ ჩვენ. ამ ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულებულია, თუმცა შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. ეს პროგრამა ხორციელდება ყოველ წელს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეუძლია დევნილებს და ეკომიგრანტებს მიიღონ სახელობო იარაღები. ასევე ჩვენ გვაქვს ინტეგრაციის პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, რომლებმაც მიიღეს განსახლება. მათთვის ხდება ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ასევე სურსათის პირველადი დამუშავების ტექნიკადანადგარების შეძენა, ასევე მრავალწლიანი ნერგების შეძენის დაფინანსება. ასევე ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს. გარდა ამისა, საარსებო წყაროების მიმართულებით ჩვენ გვაქვს ასევე დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით იმ მიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში და ამავე დროს დაბრუნებიდან არ არის გასული 1 წელზე მეტი. რა ტიპის დახმარებაა ეს როგორ? ეს არის ძირითადად საგრანტო მიმართულებაც არის, ასევე სხვადასხვა პროფესიული განათლების ხელშეწყობა, სამედიცინო მიმართულება და ასე შემდეგ. ისევ სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას რო დაუბრუნდეთ. 10 თებერვლამდე შეუძლიათ ადამიანებს და მსურველებს დაინტერესებულ პირებს მოგმართონ. ეს ფიზიკურად უნდა მოვიდნენ ადგილზე თქვენთან თუ შესაძლებელია ონლაინ განაცხადიც გაკეთდეს და შემდეგ ვთქვათ ასევე რომ ავხსნათ კრიტერიუმები, რომელსაც აქცევთ ყურადღებას აი ამ გამოცდილებამ ამ დრომ რა მოიტანა და შემდეგ საინტერესოა ისიც ვთქვათ ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობით, მცირე მეწარმეობით, ვთქვათ ქმნიან გარკვეულ დოვლაც, ყველაზე უფრო მეტად რა მიმართულებას ირჩევენ, რომელი კულტურის განვითარება ხდება ამ სასათბურე მეურნეობებში. ეს ინფორმაციაც თუ გაქვთ. რაც შეეხება განაცხადის, რაც შეიძლება გაკეთდეს და რა ფორმით. განაცხადის ფორმა განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე idp.moh.gov.g. დიახ. შეუძლიათ ჩამოტვირთონ, შეავსონ და წარმოადგინონ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან მის ტერიტორიულ წარმომადგენლობაში.
ჩვენ გვაქვს ცენტრალური ოფისი მოგეხსენება თბილისში, თამარაშვილის 15A, ასევე გვაქვს რუსთავში, ზურტაველის 5A, გორში, სამების ქუჩა ნომერი 1, ქუთაისში, აბაშიძის გამზირი 27, ზუგდიდში, აღმაშენებლის 106 ნომერში. აქ შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადი. რაც შეეხება კრიტერიუმებს. კრიტერიუმები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად კატეგორიას. ხო, მთავარი ვთქვით, რომ აუცილებელია ორი მცირეწლოვანი შვილი. მცირეწლოვანი შვილი, სხვათა შორის აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული კრიტერიუმი, ანუ საკვალიფიკაციო მოთხოვნა. წინა წლებში იყო მაგალითად 3 მცირეწლოვანი შვილი. გამომდინარე იქიდან, რომ დიდია დაინტერესება და მოთხოვნა, ამიტომაც გვაქვს დაწესებული ეს ორი მცირეწლოვანი შვილი, რაც გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ ანუ ერთ-ერთი კრიტერიუმი მანდაც შეიძლება გამიხილოთ. რაც შეეხება შეფასებას, მოწყვლადობას ეფუძნება ქულათა ძირითადი კატეგორია და მეორე კატეგორია ეს არის მათ გამოცდილებას ვაფასებთ, ასევე მდგრადობას პროექტის და ასე შემდეგ. ანუ რეალურად პროექტი მათ უნდა წარმოადგინონ? დიახ, უნდა შეასრულონ. კონცეფცია, თუ როგორ ხდება, აი ეს არის ანკეტა, სადაც არის კითხვები და იმ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ. მაგალითად, თუ თავარი კრიტერიუმი ვთქვათ, აქ მაინც არის ის მოწყვლადობა, რაც ვახსენეთ, ვთქვათ. არა მხოლოდ, ანუ ეს არის ერთი კატეგორია მოწყვლადობა და მეორე კატეგორია არის მათი გამოცდილება, პროექტის მდგრადობა, შესაძლებლობა რომ განახორციელონ და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ მათ არ აქვთ მიწისნაკვეთი, არ აქვთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილება, შეიძლება ვერ დააგროვონ სათანადო ქულა ამ კონკრეტულ კრიტერიუმში. და აქედან გამომდინარე ხდება შეფასება, ანუ არის მოწყვლადობა და ასევე არის გამოცდილება და ის პირობები, რომ შეძლონ სასათბურო მეურნეობის წაწყობა. და ამ გამოცდილებამ 100 ვთქვათ მეურნეობა უკვე გაშვებულია, სასათბურე, მუშაობს, ფუნქციონირებს. რა ტიპის ვთქვათ კულტურების მიმართ არის ინტერესი, რა უკეთესი შედეგი მოიტანა, თუ გაქვთ შემდეგ კონტაქტი, თუ ვთქვათ პროექტი მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ თქვენ აუწყოთ საბაზისოს, ვთქვათ ფონი შექმნათ და შემდეგ ამ ადამიანებმა თავად მიხედონ თავის თავს. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვახორციელებთ, განმეორებთ ეგრეთ წოდებულ განმეორებით მონიტორინგებს, ძირითადად ბოსნეული კულტურები ჭარბობს და აქედან ეს უფრო მეტად შემოსავლიანია მათთვის, გამოცდილებაც აქვთ ამ მიმართულებით, თუმცა არის მაგალითად ყვავილების მოყვანას ეწევა ერთი გამარჯვებული ბენეფიციარი აქვს მარწყვის მეურნეობა, არის ასეთი შემთხვევები, ერთ ბენეფიციარს ხურძენის კი აქვს, ანუ უფრო საადრეო ხურძენი, მანამ ვიდრე სათბურის გარეშე ხურძენი დამწიფდება, მას უკვე შეუძლია ბაზარზე გამოიტანოს სათბურში მიღებული ხურძენი. კი ბატონო დავით, სხვა პროექტებზეც ვისაუბროთ. ვთქვათ, რომელსაც ახორციელებთ და სადაც შეიძლება რომ ადამიანები, ასე ვთქვათ, დაინტერესდნენ და მოგმართონ. დიახ, როგორც მოგახსენეთ, ანუ პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში წლის ბოლოს შესაძლებლობა ექნება თუ კვლავ მოგმართონ და მიიღონ ტრანსპორტის საფასურის ანაზღაურება, რაც შეეხება სახელმწიფო. ეს ითვალისწინებს მხოლოდ ვთქვათ ტრანსპორტს გადაადგილებას, ვთქვათ კონკრეტულ სასწავლებლამდე თუ აი როგორ არის? პროფესიული სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები უნდა იყვნენ. როგორც ვახსენე, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება არის უფასო და გარდა ამისა ჩვენ უფინანსებთ ტრანსპორტის საფასურსაც. მოხდება მოკვლევა თუ რა თანხას იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში სტუდენტი. საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებლად და ყოველი თვის ბოლოს მას ჯამური თანხა ერიცხება. ამავე დროს ჩვენ ინფორმაციას გამოვითხოვთ სასწავლებლიდან დასწრების შესახებ და დასწრების საფუძველზე რამდენჯერაც დაესწრო, მას ჩაერიცხება, აუნაზღაურდება 100%-ით გადაადგილების საფასური. ასევე ჩვენ გვაქვს თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, აღნიშნული პროგრამა. რაც შეეხება განმარტებას, თვითდასაქმების პროფესია არის ეს ძირითადად სახელობო მიმართულებით, ვინც არის თვითდასაქმებული და ჭირდება სხვადასხვა იარაღები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად სალონში მომუშავე, ან მშენებლობაში, ან რემონტში და ასე შემდეგ. მათ შეუძლიათ, როდესაც განაცხადების მიღება გამოცხადება, წელს ვაპირებთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებშიც
გამოაცხადოთ განაცხადების მიღება და შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი და მიიღონ დაფინანსება. აქაც არის ასე ვთქვათ შერჩევის კრიტერიუმები, უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, ნამდვილად საქმიანობს თუ არა ამ მიმართულებით, ეს საჭიროება თუ არა მოთხოვნილი. რა თანხით ეხმარებით ამ შემთხვევაში თუ აქაც ინდივიდუალურად 3000 ლარის ფარგლებში მოხდა დაფინანსება. მათ ჰქონდათ საშუალება რა იარაღებით სჭირდებოდა შეერჩიათ და შემდგომ სააგენტო იყიდის და გადასცემს მათ. ეს არის გრანტი 100%-ით სახელმწიფოს დაფინანსებული. მათთვის ვინც სოფლად ცხოვრობს, ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვახდენთ სხვადასხვა სახის სასუფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას, ეს არის მინი-ტრაქტორები, შეიძლება იყოს სხვადასხვა აგრეგატები, სარწყავის საშუალებები, შესაწამლი, მცენარის მოვლის და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ გვაქვს სურსათის პირველადი დამუშავებისთვის ტექნიკა დანადგარები, ეს არის შეიძლება იყოს ეს წისქვილი თუ სხვა. ასევე მრავალწლიანი კულტურის ნერგების მიმართულება. დევნილებს ხშირად აქვთ მცირე ნაკვეთები, თუმცა მათ აქვთ სურვილი რომ მრავალწლიანი ნერგები გააშენონ აღნიშნულ ნაკვეთებზე. ამ შემთხვევაშიც მათ შეუძლიათ მიიღონ ამ პროგრამაში მონაწილეობა, წლის განმავლობაში გამოცხადება მიღება და ჩვენ შევუძენთ მათ მიერ მოთხოვნილ ნერგებს. ასევე ყოველ წელს ვეხმარებით ხოლმე მეწარმე, მცირე და მიკრო მეწარმე დევნილებს და ეკომიგრანტებს, რომ მათ უფრო განავითარონ თავიანთი საქმიანობა, გაზარდონ შემოსავალი და თუ იქნება შესაძლებელი, ასევე დაასაქმონ სხვებიც. კი ბატონო, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურო მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო და ის გაგრძელდება 10 თებერვლის ჩათვლით, ანუ საბუთების და გარკვეული მონაცემების მოძიება შევსება უნდა მოხდეს ამ პერიოდის განმავლობაში. შემდეგ უკვე არის შემდეგი ეტაპი, ასე ვთქვათ, გადაირჩევა კრიტერიუმებით, შეფასდება ის და სახელმწიფო დაგეხმარებათ იმისთვის, რომ თქვენი მცირე, ასე ვთქვათ, მეურნეობა შექმნათ. პროგრამის მიზანს, როგორც უკვე ბატონმა დავითმა გითხრა, დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. მე წარმატებები მინდა გისურვოთ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ჩვენს მსმენელს სტუმრობისთვის შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დავით ფეიქრიშვილი, დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის აგენტოს ინტეგრაცია რეინტეგრაციის და იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის. უღრმესი მადლობა. თუ შეიძლება ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი მინდა გავაჟღერო, თუ ვინმეს დამატებით კითხვა იქნება, შეუძლიათ მათ დაგვიკავშირდნენ 032 2 14 02 43-ზე. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გამიმეოროთ შეიძლება. 032 2 14 02 43. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა.